ის ადამიანები, რომლებიც საქალაქო სასამართლოს ეზოში დილიდან არიან შეკრებილები, ახლა ბუნებრივია ელოდებიან რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს უკვე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე, რომელიც როგორც იცით ჩვენმა მაყურებელმა რამდენიმე წუთში უკვე ამის შესახებ გამოაცხადებს და გვეცოდინებათ 11 პატიმარი, სინდისის პატიმარი დატოვებს საპატიმრობს თუ ისევ დარჩება რეჟიმის ტყვეობაში, თუმცა მოლოდინები მოქალაქეებში, ადამიანებში ორად იყოფა იმ პროცესიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ, ბევრ ადამიანს არ აქვს იმის ობიექტური მოლოდინი, რომ სასამართლოც იქნება ობიექტური და ეს ადამიანები, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ არიან პატიმრობაში, დღეს გათავისუფლდებიან, თუმცა ნაწილ მათგანს მაინც აქვს მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა სასამართლოს მხრიდან იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული. მოქალაქე აქ ბუნებრივია ამ ადამიანებში ემოციური ფონი ახლა ძალიან მაღალია, ყველა ელოდება გადაწყვეტილებას და ყველა სურს, რომ ის ადამიანები, რომლებიც სინდისის პატიმრები არიან, გათავისუფლდნენ და დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში, თუმცა ამის ობიექტური განწყობა ბევრ ადამიანს არ აქვს. შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ამ ადამიანების განწყობა, მოლოდინები, რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე მოსამართლის გადაწყვეტილებას გავიგებთ. ხედა პაატა ინაურს მსახიობს, პაატა პირდაპირ ეთერში ვარ, თქვენის ნებართვით კითხავთ, რამდენიმე წუთში გავიგებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას იმ პროცესიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით, ნაწილი დარბაზში, ნაწილი დისტანციურად, თქვენ რა მოლოდინი გრჩებათ, ელოდებით რომ დატოვებენ საპატიმროებს თუ რა გადაწყვეტილებას ელოდებთ? სადაც გულის სიღრმეში მაინც ვიტოვებ იმ ადგილს, რომ დღეს გირაოთი გამოვშვებენ 11-ს და ძალიან ბედნიერი ვიქნები ამით. მაგრამ თუმცა ეს ჩემი მოლოდინი არ ვიცი, გამართლდება თუ არა, წინასწარ მართლა ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც მაინც რაღაც ადგილს ვიტოვებ. რა გითხრათ? მინდა რომ ხო სახლში დაბრუნდნენ, თავის ოჯახთან, ის ყველა სურვილი ეგაა და განჩენს ვერაფერს არ გეტყვით. პაატა, თუ ისევ ტყვეობაში დატოვა მოსამართლემ ეს ადამიანები, რა გზავნილი იქნება არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან ეს საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის? არ ვიცი, ხო ეს იქნება კიდე ერთხელ ალბათ დამჟელობითი მაგალითი, ალბათ ისევ დაშინების ან არ ვიცი ხო და რომ ის ქუჩაში არ გამოვიდეთ, აქციაზე არ დავდგეთ, ალბათ ეგ მესიჯი იქნება იმათგან, რომ ჩუმად ვიყოთ და ჩვენ ჩუმად არ ვიქნებით. ჩვენ მშვიდობიანად გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი კოლეგებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. დიდი მადლობა, პაატა ინაურს მსახიობს უსმენდით პირდაპირ ეთერში, დათო გორგილაძესაც ხედავ, მასაც ვკითხავ პირდაპირ ეთერში ვართ, დათო, თუ შეიძლება თქვენს კითხავთ, რა მოლოდინი გაქვთ მოსამართლისგან, რომლის ობიექტურობაშიც ბევრს იურისტებს მათ შორის შეეპარათ ეჭვი იმ სიტყვის შემდეგ, რომელიც მას ჰქონდა. თქვენ რას ელოდებით, რა შეიძლება გავიგოთ რამდენიმე წუთში მისგან? მე მივდებ იმ აზრს, რომ მოსამართლე საერთოდ არ იღებს ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას და ეს ყველაფერი დადგმული ამბავია ცხადია, იმიტომ რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლის პირით, ეგრეთ წოდებული მოსამართლის პირით უნდა გამოცხადდეს, არ იქნება რა თქმა უნდა მისი მიღებული. მთელი ამ ქვეყნის ტრაგედია გახლავთ იმაში, რომ აი ამ შენობას, რომელსაც ქვია საქალაქო სასამართლო, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასე რომ მე მგონი სწორი ფორმულირება იქნება თუ კი ვიტყვით, რომ რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, რომელიც მისი მიღებული ყველა შემთხვევაში არ იქნება, ხო? მე მართალი გითხრათ, იმედიანად არ ვარ გაწყობილი იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაც არის ქვეყანაში. სამწუხაროდ დღეს საქართველოში ადამიანებით ისევ ვაჭრობენ და მძევლად ისევ იყვანენ ადამიანებს და ეს ადამიანები არიან მძევლად დაყვანილები. საუკეთესო ახალგაზრდები, ამ ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები ქართულ ოცნებას ყავს მძევლად, ასე რომ წარმოდგენა არ მაქვს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მაღლა, მაგრამ მე თლად იმედიანად რა თქმა უნდა არ ვარ განწყობილი რბილად რომ ვთქვა. დიდი მადლობა, დათო გორგილაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში, კოკო როინიშვილსაც გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. კოკო, უპირველესად კითხავ, შენ რა მოლოდინი გაქვს, რას ელოდები მოსამართლის მხრიდან და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ეს რა გზავნილი იქნება საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის? მოლოდინი იცი როგორ ჩვენი სურვილი იმხელა არის, რომ გათავისუფლდნენ ეს ადამიანები, რომ აი ამ სურვილმა რაღაცნაირად ალბათ ბევრ ადამიანში აქ ყოფებში და არა მხოლოდ აქ ყოფებში გააჩინა მოლოდინი, რომ ყველაფერი დღეს სასკეთოდ იქნება გადაწყვეტილი. თუმცა არ ვიცი ეს რამდენად უნდა იყოს ჩვენი იმედის საფუძველი სიმართლე რო გითხრა რა. აი ვერანაირ ესე წინასწარ მას ვერ ვიტყვი.
რა მგონია რა მოხდება რა ეს არის სათქმელი მეორე შეკითხვა თავიდან მკითხეთ უინდა და ხო თუ მაგალითად პატიმრობაში ისევ დატოვა მოსამართლემ ეს ადამიანები რა გზავნილი იქნება საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის ეს არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან იცი რა არის ეს მართლაც არალეგიტიმური ხელისუფლება ფიქრობს რომ ეს ხალხს შეაშინებს ეს ხალხს დაზაფრავს და სინამდვილეში ეს პირიქით მოქმედებს აქვს უკურეაქცია და ყოველი მათი ასეთი ქმედება პირიქით ხალხს აგზნობინებს რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან და ჩვენ მართლა ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან. ასე მჯერა. დიდი მადლობა კოკო როინიშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში მოლოდინების გაკეთება და პროგნოზირება უფრო სწორად მოქალაქეების ნაწილს უჭირს ვინაიდან არ არის ცნობილი ამ ადამიანებისთვის რა შეიძლება გადაწყვიტოს დღეს მოსამართლემ თუმცა იმ პროცესიდან და კონტექსტიდან გამომდინარე რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ სასამართლო დარბაზში ძალიან ბევრს აქვს ეჭვი იმისა რომ სასამართლო არ იქნება ობიექტური და რომ სინდისის პატიმრები ისევ პატიმრობაში დარჩებიან თუმცა ბუნებრივია ყველა აქ შეკრებილი ადამიანის მთავარი სურვილი არის ის რომ 11-ვე მათგანმა დატოვოს საპატიმრო თუმცა აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას რომ იმის და მიუხედავად რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს სასამართლოსგან მიღებული ეს არ იმოქმედებს პროტესტზე და იმ უწყვეტ პროტესტზე რომელიც 44 დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და ეს ადამიანები მანამდე გააგრძელებენ ბრძოლას ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება ყველა რეჟიმის პატიმარი არ იქნება თავისუფალი და არ დაინიშნება ახალი არჩევნები ამიტომ რაც არ უნდა გქონდეს განზრახული ხელისუფლებას არალეგიტიმურ ხელისუფლებას ამ ადამიანების პატიმრობაში დატოვებით დაჯა ამ ადამიანების და შეშინება საზოგადოების სხვა ნაწილის ან გამოშვების შემთხვევაში პროტესტის ჩახშობა ეს არ გამოვა ადამიანები აგრძელებენ საკუთარ პროტესტს ჩვენ ბუნებრივია რჩებით საქალაქო სასამართლოს ეზოში ველოდებით მოსამართლის გადაწყვეტილებას და უკვე ამის შემდგომ შემოგთავაზებთ აქ შეკრებილი ადამიანების განწყობას